ომგამოვლილი ქალაქი ომში მყოფი ქვეყნისთვის ამ სახელწოდებით გორში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 3 წლის თავზე უკრაინელ ხალხს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეგრეთ წოდებული სამხედრო ოპერაციის ბრძანების დაწყება გასცა. რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. უკრაინის ომიდან რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ჯერ ომი არ დამთავრებულა. ხალხს ახოცავენ. უკრაინა ჩვენი საზღვაო რესპუბლიკაა, სახელმწიფოა. ქართველები ვეხმარებით უკრაინას გამარჯვებაში. უკრაინა გაიმარჯვებს და უკრაინა იქნება გამარჯვებული. როგორც გორელი ადამიანის 23 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა ჩემი ძმა თამაზ გინტივი ჩაცხრილეს ჩვენი სოფლის ლომისის ეკლესიასთან. მე და ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი ძმის ოჯახის წევრები ყოველთვის უცხადეთ უკრაინის ხალხს სოლიდარობას, გამარჯვებას და დიდება უკრაინას. უკრაინა გაიმარჯვებს. 3 წელი, უძიმეს 3 წელი გაიარა უკრაინამ ამ ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვუცხადებთ თანამდებობას, თანამდგომას და ჩვენ გავიარეთ ეს პროცესი, როდესაც 2008 წელი. უძიმესი პერიოდი გავიარეთ, უძიმესი დღეები გავიარეთ და ეს ქალაქი, საიდანაც ამ ინტერვიუს ვიძლევის არის ნაუმარ-ნაბრძოლი ქალაქი, სადაც ხალხმა დაინახა ჩვენი თავდადება და ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლის ტიტულიანობა. უკრაინა გაიმარჯვებს. სოლიდარობას უცხადებთ უკრაინელ ხალხს, დაღუპულ მებრძოლებს, გმირებს, ბავშვებს, ქალებს, ადამიანებს და თავისუფლებისთვის მებრძოლ საზოგადოებას, ვინც არეგუება აი ამ ტერორისტული სახელმწიფოს მხრიდან აი ასეთ ფართომასშტაბიან შეტევას, ფაქტიურად დაპყრობას 21 საუკუნეში წარმოუდგენელ ძალაუმრეობას და იბრძვის საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სუვერენიტეტის და საკუთარი ხალხის თავდასაცავად და რა ვიცი, ჩვენს მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ რუსეთი იქნებოდა, სანამ უკრაინა იქნებოდა 2002 წლამდე რუსეთმა ფაქტიურად რეპეტიცია გაიარა საქართველოში და ზუსტად აი ამ მოედანზე ყრიდა ბომბებს და ამ ქალაქში ხოცავდა ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ქალაქიდან იყოს მთავარი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.